გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პრაქტიკული C# და დღეს გავაკეთებ გადავიღებ ვიდეოს refactoring-ზე, რაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო დავალება არის. და ხშირად კომპანიები იძლევიან, ვთქვათ, live ტექნიკურ გასაუბრებაზე, რაღაც მოგცემენ რაღაც კოდის ფრაგმენტს და უნდა თქვა შენი იდეები, რა კომენტარებს გააკეთებდი, რას დაარefactoring-ებდი, რატო შეცვლიდი, რატო იქნებოდა უკეთესი თუ ეგრე შეცვლიდი და ასე შემდეგ რა. ეს კონკრეტული კოდის ფრაგმენტი ეგრე ჩამიგდო ერთ-ერთმა კომპანიამ დიდი ხნის წინ და ეხლა შევხედოთ ერთად და შევეცადოთ დავარefactoring-ოთ, ესე რომ ვთქვათ რა. კაი, მოკლედ, ეხლა ამ კოდში რაც ხდება სრული სიგიჟი არის და ჯერ ანუ ცვლადის naming convention-ები ყველაფერი დარღვეულია აბსოლუტურად რა. რაც ჩანს რაღაც message-ის პროცესორის სერვისია, რომელიც აგზავნის და იღებს message-ს Skype-ის და Viber-ის რაღაც API-ის დახმარებით, ხო ვითომ. მაგრამ აქ ცვლადები ხო VBR ალბათ Viber-ს ნიშნავს, მაგრამ ეგრე არავინ არ არქმევს ხო ცვლადების სახელებს. თუ Viber-ი არის, რაღაც პროტოკოლს იღებს, თუ Viber-ია Viber-ით აგზავნის, თუ Skype-ია Skype-ით აგზავნის. აქვს send და receive მეთოდები, როგორც ხედავთ. აქ რაღაც set მეთოდი აქვს აკეთებული, რომელიც იღებს username-ს და passwords და მაგათ გადააბამს ერთმანეთს slash-ზე. რატო ხდება ეგ, ანუ ვერ ხვდები და გამოყენებულიც არ არის თან ეგ ფუნქცია სადმე. სწორი იქნებოდა, რომ ეს username და paroli სადმე შეინახო და როცა დაგჭირდება მე გადააბამ slash-ზე, ხო? ანუ აქ slash-ზე აბამს და აქ მერე split-ავს ისევ mag slash-ზე. აი send ფუნქციაში მაგალითად split-ავს და მერე username-ის და paroli-ს ეგრე ატანს Skype-ის send ფუნქციას. username-ის და paroli-ს იღებს და ანუ აქ რაც შეინახა ჯერ არ შეუნახია, იმიტომ რომ რასაც არ გამოიყენება ეგ მეთოდი. კაი, დავიწყოთ მოკლედ ამის refactoring. ხო, აქ კიდე ერთი ის რაც არის რა, Skype utils არის რაღაც ფუნქცია, კლასი, რომელიც Skype-ის API-ს ემუშავება, ხო? და მერე Viber utils არის, რომელიც Skype utils-ის შვილობილია. ეგეც შეცდომაა რა, ლოგიკური, ორივე უნდა იყოს რაღაც ერთი ინტერფეისის შვილობილი, რომელშიც აღწერილი იქნება ეგ ყველა მეთოდები. კაი, გავაკეთოთ ახლა ჩვენ ერთი ფოლდერი, რომელსაც დავარქმევთ refactors და აქ ჩავყაროთ ყველა ის კლასი, რაც დაგვჭირდება. კაი, კიდე რა ხდება აქ საინტერესო. send და receive ყველა გამოძახებაზე passwords split-ავს და ხო, არც არაფერი არ ხდება. და რაღაც verify connections იძახებს ყველა call-ზე. კაი, პირველ რიგში ხა რაც პირველად მომდის თავში არის ეგ, რომ უნდა გავაკეთოთ iMessage processor interface-ი. სადაც აღწერილი იქნება ეგ ორი ფუნქცია. Send message-ი, რომელიც მიიღებს string messages string to ვისთან ვაგზავნით. Username და string password. და ასევე გვექნება receive. და send-ი დავარქვათ. receive-ს, რომელსაც მარტო username და paroli გადაეწოდება. ასევე გვექნება Skype message processor-ი. receive-ში მოხდება ის, რომ Skype API-ის get message გვია, ხო? Get message, ამას დავაბრუნებთ და send-ში უბრალოდ Skype API send და ეს გადავეწოდებთ ამ პარამეტრებს. ეს ემუშავება Skype-ს და ასევე გვინდა ერთი Viber-ისთვის.
Viber message processors, ამას ესეც იქნება iMessage პროცესორის შვილობილი და აქვთ Viber API-ს გამოვიყენებთ. კაი, გადავბრუნდეთ ახლა აქ. პირველ რიგში ეს if-ი მოვაშოროთ. იდეაში მოდი ეს ნაწილი გავაკროთ ჯერ აქედან. კაი, მოდი ეს verify connection-იც ერთ ადგილას გავიტანოთ. რაც I network verifier-ი იყოს. და ამას კონდეს ერთი verify მეთოდი. ესეც იქნება interface-ი. და გვექნება კიდე network verifier-ი. და ის რას გააკეთებს, რომ აი აქ რაც არის, აი ამას გააკეთებს. Verify internet connection, კი ბატონო. კიდე რა ხდება აქ send Skype-ის დროს message ცვლის ხო რაღაცნაირად. მეს ეუბნება რომ message უნდა გახდეს message და მერე from string up. ამ შემთხვევაში string up არის ეს. ანუ name და paroli გადამული slash-ზე. კაი, მოდი ეს ლოგიკაც გავიტანოთ Skype-ის პროცესორში. სანამ ანუ message გააგზავნის. Var message უდრის. ქვევით დავწეროთ ეგ ლოგიკა. Message from username/password. ანუ message რომ მოვიდა, გადავუბრალთ შევცვალეთ სახე რა message from და მერევისგანაც მოვიდა. ანუ ეს იდეაში რას ნიშნავს? ანუ რომ Skype-ში ვაგზავნით message, რომ message მოვიდა ამ username-ის და paroli-სგან. სისულელია ეგეც, ხო? ანუ შეგვიძლია კაი, იყოს თუმ რაღაც use case-ია, მაგრამ კაი, ჭანდავს იყოს ეგრე. კაი, ეს პრინციპში ამის იმპლემენტაცია დავწერეთ, ეს შეგვიძლია საერთოდ წავშალოთ ახლა ჩვენ აქედან. იმიტომ რომ ეგ ცალკე კლასებში გვაქვს უკვე გადანილი. და ახლა დაგვრჩა მთავარი ესეც წავშალოთ, იდეაში არ გვჭირდება და არც ეს მეთოდი გვჭირდება. და ახლა გვინდა ჩვენ აი ამ if-ის რაღაცნაირად გადაწერა, ხო? ანუ იმის დამიხედვით პროტოკოლი რა მოვიდა, მაგის დამიხედვით ან Skype-ით უნდა გავაგზავნოთ, ან Viber-ით. კაი, მაგისთვის გავაკეთოთ ახლა ერთი factory კლასი. message processor factory იყოს. და ამას ექნება ერთი მეთოდი, რომელიც დააბრუნებს iMessage processors და get processor ერქვა და ეს მიიღებს პროტოკოლს. და იმის დამიხედვით პროტოკოლი Skype-ი არა თუ Viber-ი, შესაბამის message processors დავაბრუნებთ რა. ეხლა აქ შევინახოთ რამე ცვლად შეიძლება ორი პროცესორი რაც გვაქვს. ეს იყოს processors და იდეაში აქვე შეგვიძლია მივანიჭოთ ამას Skype თუ იქნება new Skype message პროცესორი და Viber-ი თუ იქნება Viber message პროცესორი. და აქ ვთქვათ, რომ თუ processor contains key ეს პროტოკოლი თუ არის ამაში, მაშინ უბრალოდ დააბრუნე mag key
რაც მოიძებნება. თუ არა და ვისროლოთ exception. Unimplemented. Not implemented exception. ბატონო და აქ უკვე პროტოკოლის send message კი არ გადაეწოდებოდეს, გადაეწოდებოდეს კონსტრუქტორი გავაკეთოთ. ეს პროტოკოლი აქ გადაეწოდებოდეს და username-ის და password-იც. და აქ შევქმნათ private read-only iMessage პროცესორი. აქ შევქმნათ factory უდრის new message processor factory და message processor factory იქნება factory get processor და პროტოკოლი. ეხლა ეს რას იზამს? ანუ თუ პროტოკოლი Skype არის, აქ შევა და Skype დააბრუნებს Skype message processors. თუ პროტოკოლი Viber არის, დააბრუნებს Viber message processors. ანუ ჩვენ ამ პროცესორზე უკვე რო გამოვიგზავნეთ sends, იმის მიხედვით აქ პროტოკოლი რა იყო მოსული, მაგ სერვისით გააგზავნის message-ს. და უკვე send message პროტოკოლს აღარ მიიღებს. და ჩვენ უბრალოდ message პროცესორზე გამოვიძახებთ sends. receive-იც პროტოკოლს აღარ მიიღებს. აქ ref string წერია. ანუ კი არ return-ით კი არ აბრუნებს string-ს, რაც Skype-ის სერვისმა დააბრუნა, მაგას დებს ამ ცვლადში, იქიდან ref-ით გამოწოდებულ პარამეტრში. ეგეც ანუ არ დებს მაგაში არანაირი ლოგიკა რა შეგვიძლია string-ი დავაბრუნოთ უბრალოდ უკან. და დავაბრუნოთ message processor receive. ხო, accents რო ვაკეთებთ, ასევე უნდა გავაყოლოთ message-ი, ხო, accent message უნდა თუ-ც რა თქმა უნდა. თუ username-ი და აქ username და password არ შეგვიქმნია. აი. string username, string password. username და password. და უკვე გავატნებთ username-ის და password-ს. და receive-ში უბრალოდ username-ის და password-ს. მე მგონი ეგ არის ჩვენი refactory. ეხლა ვნახოთ გამოყენება რა იქნება ამის. ვნახოთ როგორი იქნება გამოყენება. ანუ იმხელა კოდი დავყავით სხვადასხვა ნაწილებად, აქ აღარ გვაქვს უკვე if-ის ლოგიკა. ეგ გატანილია factory pattern-ში. და ანუ ეგეთი ლამაზი გახდა უფრო ჩვენი კლასი. გამოყენება იქნება ეგეთი, რომ პროცესორი უდრის new processor და processor წერტილი send message. და გვინდა გამარჯობა და ვის გავუგზავნოთ ვაჟას. კაი, ხა რატო აწილებს პროცესორი? იმიტომ რომ ჩვენ გავაკეთეთ უკვე პარამეტრებიანი კონსტრუქტორი აქვს უკვე ამ პროცესორ კლასს. ანუ უნდა გადავცეთ ეს სამივე პარამეტრი. გვინდა რომ გავაგზავნოთ Skype-ით და username და paroli იქნება username და password თქვათ. ანუ ეს ახლა კონკრეტული პროცესორი ამას გააგზავნით Skype-ით, ეგ შეგვიძლია ინამი გავუკეთებია აქ, რომ უფრო კონსისტენტური ყოფილიყო, მაგრამ ნუ ეგეც ახლა არ აუშავს, იყოს string-ი. თუ აქ Skype-ი და username და paroli მაშინ send message-ი Skype-ით გააგზავნის და თუ შევქმნით new processor და ეს იქნება Viber-ი. მაშინ P2 send message-ი უკვე გააგზავნის Viber-ით ამას. ეგ იყო სულ ჩვენი refactory-ის task-ი
და გამოვიდა საბოლოო ჯამში აი ესეთი სახით. მადლობა ყურადღებისთვის, სულ ეგ იყო.